მე არ მომწონს ცუდი მაგალითის მიცემა მომავალ თაობად. PvP ბეთლებამდე იყო. ჩვენი ძველი და ფესვები აუცილებლად კარგი კი არ არის. გახსოვს ზუსტად როგორ მოხდა ეს ყველაფერი? გაუგებარი Young Mike-თან ერთად. მოგესალმებით YouTube მაყურებლებო. მე გახლავართ Young Mike-ი, თქვენ უყურებთ გადაცემას გაუგებარი. გაუგე. დღეს ჩემი სტუმარია MC ქურუმი. იამან. როგორ ახარ? კარგად, შენ რა ვახარ, bro? არა მიშავს. სანამ გადავალთ სხვა თემებზე, მინდა ესეთი რაღაც კითხო, რომ რა ქვია შენ მიმდინარეობას? ჩემ მიმდინარეობას ქვია ზოგადად რეგე მუსიკა არის, რასაც ვაკეთებ აგერ უკვე რამდენი ხანია. მაგრამ სიმართლე გითხრა, რომ მე ჰიპ-ჰოპიდან გავიგე რეგეს შესახებ რა. როცა ვუსმენდი ისეთი ტიპებისკენ უფრო მიმდიოდა ყური, რომლებსაც აი flow უფრო აი აქეთ ჰქონდათ. ოღონდ თავისებურად ხდებოდა და ვაშე იქამდე ქართულ არტისტებს რაც შეეხებათ რითაც დავიწყეთ ალბათ ყველა მოსმენა და შავი პრინცი და ჯერონიმო თუნდაც ჯერო და ასე შემდეგ, ანუ ჯერონიმოსაც ჰქონდა ის რა. ხო, მინდოდა მე თქვა რომ ჯგუფძებნილსაც ჰქონდა. ხო, ჰქონდა. რაღაც ეგ ელემენტები და აი ჯეროს რაღაცნაირად ხმას ისე იცვლი და ხოლმე ისე აკეთებდა რა, რაღაც რა გამოფინულად აკეთებდა და შავი პრინცის თუნდაც აი მეკუთაისელი ვაროა ტრეკი, მან აი იგრძნობა რიტმი იამაიკური გავლენა. უფრო მომწონდა რა, უფრო დენსჰოლური რიტმი. ეს მუსიკალურად რა თქმა უნდა რა. ჩემი ინსტრუმენტია რეგე მუსიკაც და ნებისმიერი ჩემი სამოქმედო რაც იქნება თუ ჰიპ-ჰოპი იყოს, თუნდაც ბუმბეპი იყოს. ჩემთვის არის ინსტრუმენტი, რომ მე ვინც ვარ, ის წარმოვაჩინო. ან ისეთ თქმაც მინდა ის წარმოვაჩინო და არა ჰიპ-ჰოპმა წარმომაჩინოს მე. არ ვიცი თუ გავეცი სწორად. კი, სწორი და არასწორი არ არსებობს. თავარია გულწრფელად გაეცეს. ესე ვფიქრობ გულწრფელად. კი ბატონო, რა მოგიყვანა გულწრფელად? გაუგებარში. ბიჭო, აი ჩემი მიზეზი აქ მოსვლისა პირველ რიგში, ანუ შენ რო ხარ და ბარის იქით რო დგახარ ეგ არის, ძალიან დიდ პატივს გცემ. ასევე. საინტერესო ამპლუაში ხარ, თან ბარმენი ხარ და თან ბარმენს ესაუბრები მუსიკაზე, ჰიპ-ჰოპზე, კულტურაზე და რეგე მუსიკაზე. ისე ბარებთან თუ გაქვს ხოლმე შეხება. ბარებთან ესეთ დაწესებულებები. ბარებთან იშვიათად სხვათა შორის. არ ხარ დიდი მსმელი? დიდ მსმელადაც ვერ ჩამოვყალიბებ ჩემ თავს. ღვინო მიყვარს, საფერავი მიყვარს, მშრალი. ღვინის დიდი მოყვარული ადამიანი ვარ. თვითონ ღვინის განწყობა მიყვარს და ღვინის განწყობა მომწონს, მაგრამ ისე არა რა, 7 სართულიანი სუფრები და რაღაც ხო მაგ მუღამში არა რა, როგორც გადაკეთდა და როგორც გადააკეთეს არა. პირიქით, ანუ სანამ ხიზელი ხარ, იქამდე დალევა ყველაფრისა მოსულა რა. მოსულა. მაგრამ ჩვენთან რას მიირთმევ? თქვენთან ბიფიტერს მივირთმევ. ბიფიტერი. მშრალი ჯინი. Let's go. მოკლედ გაუმარჯოს შენ გადაცემას. გაუმარჯოს. მადლობა და ლოცვის. ასევე ძმაო, ასევე დიდი მადლობა. ხო და ისე ყოფილიყოს, რომ რაღაცა აქედან გასული ინფორმაცია ყოფილიყოს ვიღაცისთვის რაღაცის შემატებელი და არა რაღაც წამრთმეველი ან დამაზიანებელი, სწორად ქვიშე. ბეთლები როდესაც დაიწყო ესე წყალებში ოფიციალურად ჩვენთან, მაშინ შენ მონაწილეობდი. კი. თუმცა შეიძლება მთლად ბოლომდე სულით და გულით არ იყავი ჩართული, მაგრამ ისეთი გამოსვლა გქონდა, დაამახსოვრდა ბევრს და დღემდე აი არის ხოლმე რომ ან არეფერენსებენ ან რაღაც იხსენებენ ხშირად რა. ხო და თუნდაც აი მაგ ეხლა ძალიან პოპულარული არის ბეთლები. კი. თავიდან რაც იყო ის აკაპელაზე სუფთა ენთუზიაზმით კეთდებოდა და მე ვფიქრობ რომ რაღაცა პონჩი ჩვენ ბეთლი მაშინ როგორც ბეთლი ისე არც გვესმოდა. მე პირადად არც მესმოდა როგორც არის თავის სტანდარტებში რა ასე შემდეგ რა უბრალოდ რაც ენთუზიაზმზე ვაკეთებდი და მანდაც მეგობრების ხათრით მივედი რა მაშინ იმიტომ რომ ჩვენ ჯანდაბარში რო იყო რომ ბეთლავეთ მე და შენ მქონდა მაშინ ბეთლი მახსოვს ეგ აღარ გახსოვს ზუსტად როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ბიჭო ძალიან შენ მოხვედი როგორც მახსოვს მერე და ძალიან ისე მოხდა რა აი
საერთოდ არც მგონი არც იყავი თუ რაღაც არ ვიყავი სიაში. არ იყავი სიაში და აუ მოიტავა მიკროფონი. ყოამ იმას მიქნა, რა ქვია, შემომაგდო ესეც რაღაც და თან იყო freestyle battle. ანუ ეგრევე ვიგონებდით ბიტზე რა. კი. და იქ რაღაც 1-2 ხაზის გადაბმა მე მგონი მოახერხე და ნუ მე კრახი იყო სრული და შენ მთელი დღე იმ freestyle იმაში იყავი რა. მაშინ ვარჯიშობდი ხო და ფორმაში ვიყავი. კი, ფორმაში იყავი და ნუ კი, მაშინ გოჩა გროტასკი ამერიკაში იყო. ეს იყო PvP ბეთლებამდე იყო საერთოდ. PvP ბეთლებამდე იყო. და მაგის გამო რომ მე იქ რაღაცა მომიწია რომ აი რაღაც იქ შენ ჩემპიონი მომეგოდა ხო მაშინ იქ ჩემპიონი გავხდი ხო და რაღაც Red Bull-მა დაგვირი მომცა ერთი დიდი ყუთი Red Bull-ი რა მახსოვს და ხალხს დაურიგე და რაღაცა ესეთი პერფორმანსი გავდგირო აი ხალხო და მე რა თმინდა ეს Red Bull-ის სახში რო წავიღო იყო ეგრე რა ეგეთი რაღაცა ანუ საინტერესოა ეს ბავშვობა რა კარგი გასახსენებელი არის რა სუდი მაშინ მაგაში არაფერი არ იყო და ჩვენ შორისაც არ იყო ის დაპირისპირება და რაღაცა უბრალოდ მანდ იყო წარმოჩენა თავის ვინ უკეთესად იფრისტაილებდა და მაგას ვამტკიცებდით და აი მაგის მერე უკვე რადგან იქ ჩემპიონი ვიყავი თუ რაღაცა მეც ალბათ ჩავთვალე რომ აქაც უნდა მიმეღო მონაწილეობა ყოა მითხრა რომ აი ეს პროექტს ვაკეთებ და უეჭველი მოდი და რაღაცა და დიდად გული რო ვერ დაუდე მანდ მივხვდი რომ ჩემი საქმე არ იყო მე რასაც ვფიქრობ აი ამ ბოლო დროს ხო და რატომ პირდაპირ უნდა ვთქვა რა აი მე ვამბობ მაგას რომ მე არ მომწონს ცუდი მაგალითის მიცემა მომავალ თაობაზე იმიტომ რომ აი მე ვარ თვითონ 4 შვილის მამა და შესაბამისად აქედან ალბათ მამობრივიც რაღაც სპონჩი მერთვება მე რომ იმიტომ რომ მომავალ თაობას ვზრდი და ყოველდღიური მუშაობა მიწევს მაგაზე რომ ვიყო მე თვითონ პირადი მაგალითი ეხლა ვერ ვიტყვი რომ 100%-ით გამომდის და იდეალური მაგალითი ვარ და ვიღაცა მოდი მე მომბაძეთ ზმებო მაგრამ ცდილობა ჩვენი უნდა იყოს რომ ჩვენი მომავალი თაობა აზროვნებდეს ჯანსაღად აი მე ესე ვთვლი რომ ჩვენ ვართ შემოსულები რა ჩვენ ვართ შემოსულები უკვე მოხნულში დათესილში და ამოსულში ჩვენ ვართ სამკალად მოსულები რა და სამკალად თუ ვართ მოსულები შესაბამისი იარაღიც უნდა გქონდეს და უნდა ვიმუშაოთ და ვიშრომოთ იმაზე რომ რაღაცა არ გადავასხვაფეროთ აქამდე მოტანილი აგერ 21 საუკუნეა 2025 წელია და აქამდე როგორღაც მოვიდა და მოეხეტა ჩვენი ქვეყანა და ბევრი უბედურები და ცვალებით შეიძლება ხა გადაცემის ფორმატში არ ჩდება რომ ამაზე ვისაუბრო მაგრამ გინდაც ჰიპ-ჰოპი იყოს ამაზე გინდა საუბარი ხო რა გინდაც ჰიპ-ჰოპი იყოს გინდა რეგე მუსიკა იყოს გინდა იყოს აი რა ვიცი რა ბალეტი იყოს მაგას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შენ თუ იმითი აზიანებ ფესვებს და შენს მომავალ თაობას აძლევ ცუდ მაგალითს ეს არასწორია ჩემ თვალში მეორე უკვე უფრო მეორე მხრიდანაც რო შევხედოთ ეს არის ძალიან კარგი იარაღი. ასევე, რომ ჩვენი ძველი და ფესვები აუცილებლად კარგი კი არ არის. ანუ ყველაფერი ისე კი არ არის ჩვენამდე 7 სართულიან სუფრაზე რო ვილაპარაკე წეგან. ანუ ყველაფერი სწორად არ არის ჩვენამდეც მოტანილი. ასევე გონიერი თაობა რაში გვჭირდება ჩვენ რომ გაფილტროს, გამიჯნოს ის ტრადიცია შეიძლება ცდებოდეს, შეიძლება არ იყოს სწორი და არ იყოს სასარგებლო, აი მაგალითად თამადის სვავთ და ბართან ვარ და თამადის ინსტიტუტზე ვილაპარაკებ რა. თამადის ინსტიტუტიდან შემიძლია თუ ვინმეს მე კონკრეტული კითხვა გაუჩნდება მომწერეთ. გაგცემთ სწორ პასუხს და საიდან როგორ ვიცი წერტილ მძიმეთი და რომელ ბიბლიოთეკაში რომელ თაროზე შეიძლება რომ ნახოს წაიკითხოს, ანუ ჰაერზე არ ლაპარაკობ იმის თქმა მინდა. თამადის ინსტიტუტი იყო ასეთი, თამადა უნდა ყოფილიყო ფხიზელი. თამადა საერთოდ ფხიზელი უნდა ყოფილიყო ყველაზე და სუფრის თავი უნდა ყოფილიყო ყველაზე ფხიზელი. რატო? იმიტომ რომ გაეკონტროლებინა სუფრა და ის თვალი ხალხი ერთმანეთს არ დარეოდა და ასე შემდეგ. და ჩვენამდე როგორ მოვიდა ეს ტრადიცია, რომ თამადამ დალია 5 ვედრა და არ დათვრა, კაროჩი. და სინამდვილეში ეს დამახინჯებულად რატოა მოსული, რომ იმიტომ კი არ, ანუ აქ სიამაყედ ითვლება, რომ ბევრი დალია და არ დათვრა. არა და ადრე იყო რომ არ დალია და არ დათვრა. იმიტომ რომ ის იყო კონტროლიური, ანუ
ის უნდა ეკონტროლებინა სუფრა და სხვებისთვის უნდა ეკარნახა რა წარემართა, წამყვანი და MC-ც ხო თამადაა რეალურად. ანუ MC წამყვანია. ხო, რა წამყვანია. უნდა წაეყვანა და წაყვანის უნარი უნდა ქონდეს. მაგას ვამბობ, რომ ჰიპ-ჰოპზე დღეს რასაც ვფიქრობ, ბევრ რაღაც ნეგატიურს უსმენ რა. მე არ მომხ ბეთლებზე ზოგადად არ ვსაუბრობ, ბეთლის სხვა ფორმატია და იქ როგორ ხდება და რანაირად ყავს იმას თავისი მცოდნე და თავისი პროფესიონალები და ისინი იტყვიან ალბათ ამის შესახებ. მაგრამ მე ვამბობ, აი ბევრი აი მოდი ძმაო, ეხა დაგახალო და გესროლე და წამოგიყვანე და დაგიქეჩოვე და გაფორთხიალე და ანუ შენ თუ ვინმე სპორტხიალი გინდა კაცო სიტყვაზე რა და გამოდიხარ და ამას ლაპარაკობ. რატო ანუ შენ ვიღაც საფორთხიალო ყავს და გამოდიხარ და ტრეკში ამბობ. რომ ის ტრეკი უნდა 30 წელი, 40 წელი და მეტი ალბათ უნდა დარჩეს და თაობამ უნდა უსმინოს, რომ აი გამოგაფორთხიალე მე შენ კაი. და თუ გამოფორთხიალება გინდა მომენტ ეხა არც ეგ არ არის კარგი, მაგრამ კაცო ისექენი რომ სხვა არ ჩარიო ამაში და ეს რაღაცა იმათ არ ვაფორთხიალოთ ძმებო. მოდი ვაფორთხიალოთ რა, მოდი ერთმანეთს ვესროლოთ. და მეტი არაფერი არ გვაქვს სათქმელი? ანუ მეტი არაფერი არ არის თემა, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ? განა ესე ცოტა არის ჩვენი თვალსაჩინო ესეთი პატარა არის, რომ მეტი არაფერ თემაზე არ შეგვიძლია საუბარი? მილიონი რაღაც პრობლემა. ვიღაცის შეიძლება იყოს ესეთი. ვიღაცის არის, მაგრამ აი მე არ ვისურვებდი რა, რომ ჩემმა შვილებმა უსმინონ ანუ ასეთ იდეოლოგიას. ერთმანეთის მოკლა, ერთმანეთის დაჩაგვრა, ერთმანეთის ისა და შურისძიება და სისხლის აღება და რავი რომელი საუკუნეა ესი და რა არის შენთვის ყველაზე ღირებული ჰიპ-ჰოპში? ჩემთვის ჰიპ-ჰოპში ყველაზე ღირებული არის ის, რომ ანუ ლექსი არა ჩემთვის ყველაზე ღირებული ჰიპ-ჰოპში რა. და ჰიპ-ჰოპიც და თუნდაც რეგე მუსიკაც და ეს ლირიკული სადაც არის კარგი ჭურჭელი არის, ანუ კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ჩვენი ტრადიცია, ლექსის ტრადიცია რა, შოთა რუსთაველისა, ივანე შავთელისა, მოსეხონელის და ძველები რო ვთქვა და ახლები კიდე ნიკოლოზ ბარათაშვილისა, გალაქტიონისა, ბევრია, ხო? ეს თავისთავად როგორც ლექსი, ანუ ლექსი ვერ შენარჩუნდება. ანუ საუკუნე მოიტანს რაღაცას, როცა ალბათ სხვა ფორმები შეიცვლება, ყველაფრის ფორმა იცვლება, კომუნიკაციის ფორმაც იცვლება დღეს. დიჯიტალ სამყაროა რა. და საერთოდ ზოგი საერთოდ ხელოვნურ ინტელექტს ეკითხება, ცოლს რა უნდა უპასუხოს. სხვა საუკუნე მოდის, შესაბამისად ფორმები იცვლება და მე ვფიქრობ ეს ძალიან კარგი ჭურჭელია იმისთვის, რომ ჩვენი ის ტრადიცია შენარჩუნდეს და უფრო მეტ დიდხანს იყოს საქართველოში, რომ ხალხს მოთხოვნილება და მომავალთაობას აუცილებლად ექნება ლექსისა, ანუ წერისა, გარითმოს გულისხმობ ლექსში. გარითმის სურვილი აუცილებლად ექნება. ხო და გულისკივილით და პატივისცემით და გულშემატკივრობით ვუყურებ დღეს ჰიპ-ჰოპ მუსიკასაც. ბევრს კიდე, ბევრი ჟანრი შეიძლება იყოს, რასაც გულშემატკივრობ და მინდა რომ იყოს იდეოლოგიურად სწორი, გამართული და კეთილშობილი. კაი პონტი იყოს რა. ის მომენტი ხო არ არის, რომ ვიღაც უბრალოდ პასუხობს იმ რეალობას თუ გარემოს, რაც არსებობს რეალურად რა. ჩვენთანაც არის, სხვაგანაც არის, ყველგან არის. თელ დედამიწაზე არის. და აი ამ სიბოროტეს რაღაცნაირად სადღაც უნდა წავიდეს რა, იმიტომ რომ მაგალითად შენ რო ღამე კოშმარი გესიზრება, ეს იმიტომ რომ რაღაცა ნახე დღის განმავლობაში, სადაც დაილექა და სადღაც უნდა გამოვიდეს რა ეს შენგან. ხო. და დაახლოებით ესეთი ამ პრინციპით ვიღაცა თავის ლექსში გამოხატავს ამას. შეიძლება სადღაც ამუქებს, შეიძლება. ძალიან სწორი რომ მეთქვი შენ რა. ძალიან კარგად დააკავშირე ახლა და ზუსტად მაგაზე ჩემილია 1-2 სიტყვა გითხრა. მითხარი. რომ ანუ ხე ნაყოფით იცნობა რა. და რაც ჩვენ ანუ წინა თაობის და ჩვენ ახლა 90-იანების თაობა ვართ რა და ის იქამდე კიდე კი ვიცით რა დროც გამოიარეს ჩვენ მშობლებმა და რა ეპოქაშიც უწევდა ცხოვრება და თვითონ 90-იანებიც არ იყო. ბუნებრივი შედეგიც არის ეს, რომ სადღაც თავს იჩენს
სადღაც თავს იჩენს ეს ნაყოფი, ანუ ნაყოფი გამოდის, იმიტომ რომ მიწაა დამპალი. თვითონ მიწაა დამპალი, მიწა არ არის კარგი, ნიადაგი არ გვაქვს კარგი. ფესვებიც არ არის კარგი, როგორ შეიძლება? გადატანითი მნიშვნელობით. ხო, ისე ძალიან კარგი. ანუ ალეგორიულად, ანუ ისე კარგი მიწა გვაქვს ძალიან, ნუ ვეღარც არის ისე კარგი გერბიციდებით და რაღაც საწამლავებით კიდე მოწამლეს, მაგრამ სხვასთან შედარებით ალბათ კი, კარგი მიწა გვაქვს ნამდვილად, მაგრამ რა თქინა ეგეთი მთადაველები და ეგეთი კარგი მიწა შენ თუ შენ ქვეყანაში და შენ სამშობლოში თუ სწორი აზროვნება არ იქნა და საქართველოს და ქართველობაც ხო არ არის მარტო მიწაწყალი და ეს მთაველები და მთავარი რა. ეს არის იდეოლოგია რა, ამ რაღაცა თემისთვის დამახასიათებელი აზროვნება და შენ ძალიან სწორად თქვი ის რომ კი ჩვენს თავს, მაგრამ ჩვენი სისუსტე ხომ არ უნდა გავამართლოთ იმით, რომ იცი რამე გენეტიკურად ესე გადმომეცა. შენ ხო არ ხარ ცხოველი, შენ ხო ადამიანი ხარ, მოაზროვნე არსება ხარ. ამიტომ ყველაზე დიდი გადარჩენა სხვისთვის ლაპარაკი და მასების გამოსწორება კი არ არის, იმიტომ შენ ვერავის ვერ გამოასწორებ. არამედ შენში მოახდინო გარდაქმნა ნეგატივისა პოზიტივად, როგორც ხე, რომელიც იღებს ნახშირორჟანგს და გაძლევს ჟანგბადს, ის გარდაქმნის. ამიტომ შენ მით უმეტეს ხეზე მეტი აღარ ხარ? თუ ნეგატივი ხარ, თუნდაც ამას ცოდნა უნდა და მიმართულება. მუშაობა უნდა საკუთარ თავზე და გამოკვლევა უნდა და სწორი მაგალითის დასახვა, ანუ სწორი ავტორიტეტი უნდა ყავდეს. შენ ვის ბაძავ? ეხლა ვიღაცისთვის თუ ტრევის სკოტი არის მაგალითი და ავტორიტეტი, ხო? თავისთავად რო ის იმას მიბაძავს და იმისთვის, მაგრამ შენთვის რა არის ღირებული? ანუ ისევ შენ გადაწყვიტე. ეს გენეტიკამ კი არ დაგიმახინჯა, შენ გადაწყვიტე ვინ იქნებოდა შენთვის ავტორიტეტი და ვისნაირი ტიპი გინდა რომ გახდე და ყველაფერს იზავ შენ რო იმისნაირი გახდე. ამიტომ სწორი ავტორიტეტი უნდა ყავდეს მოო და სწორი ავტორიტეტი როცა ყავს, მე სწორად ალაგებ ყველაფერს უკვე, იმიტომ რომ იმის გაყვალულ გზაზე დადიხარ რა. ლექსი ვახსენეთ. და ბარები. კი, ძმაო. აი, რამე ბარს ხო არ გამოვარჩევდი, აი თუნდაც რეგედან. ბიჭო, აი ხო, ცოტა რთული არის რა ეგეთი რამე ჩემთვის. იმიტომ რომ შენ შემოქმედებაში არის ბარები. ვიტყოდი მაგალითად ბობ მალის სიტყვებს ვიტყვი რა. ჩვენ აგიშენეთო სკოლებიო და მაგ სკოლებში ჩვენ შვილებსო ტვინებს ურეცხავთო რა. ჩვენც ესე არა ვართ და ხანდახან რა არის იცი ადამიანის შენ ადამიანის ცხოვრებას უყურებ და ადამიანის შეიძლება არასწორობას უყურებ და არასწორი ცხოვრების წესს უყურებ, მაგრამ შეიძლება ღმერთმა იმის პირითაც გითხრას სიმართლე. აი რას ბობ მალის სიტყვები რატო ვთქვი? იმიტომ კი არ ვთქვი რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ლიტერატურიდან, ჩვენი პოეზიიდან იმეს მაგარი სიტყვა მეთქვა. არა, იმანაც შეიძლება თქვა სწორი რაღაც. ეს არის შენი შოთი, მე გეტყვი, ეს თუ ეს. შენ უნდა აირჩიო ან ეს თუ აირჩიე, ხო კარგი, თუ არა და პირველი შეკითხვა. რეპი თუ რეგე? რეგე. რეგე. კი. ხო არ გაშლიდი რატო? რეგეს უფრო ხშირად უსმენ და იმიტომ. რას გრინი თუ ნიკ გრინი? რას გრინი თუ ნიკ გრინი? რას გრინი? მოჭველი. რატო? ბევრი რამის გამო რა. ანუ განონი გრინი არ მევასება, მაგრამ არჩევანის გაკეთება შემილია და რას გრინი რა. იმიტომ რომ მისი ტექსტების სიღრმე და როგორც შეუძლია და როგორც შეეძლო, ნუ ეხლა პენსიაზეა, მაგრამ ანუ როგორი რამე ეცე პროსტა არასდროს არ რითმავდა და შეეძლო რომ თავისი სათქმელი რითმაში ისე გამოეხატა რომ ფლოუც არ დაეკარგა და აი ყველაფერი ეს ძალიან რთული საკითხი არის რა. და ჩემ თვალში რას გრინი რა, უფრო მაღლა დგას ვიდრე ნიკ გრინი, ანუ ვიდრე შეიძლება ჩემ თავზეც ეგრე ვთქვა, ვიდრე მეც კი, იმიტომ რომ რას გრინს ბევრი რამე გაუკეთებია რა. თუნდაც იდეოლოგიურად, თუნდაც როგორც MC-ს ჩემზე მეტი გაუკეთებია და თუნდაც როგორც არტისტს კიდევ რა. კულტურის ცოდნა თუ სკილები? ანუ ჰიპი თუ ჰოპი? კულტურის ცოდნა თუ სკილები? კულტურის ცოდნა. არ ხარ ვალდებული რომ აირჩიო ერთი. შეგიძლია თქვა რომ ვერ აკეთებ არჩევას და დალი. მე ვიტყოდი ახლა რა ასროს, რატო ავირჩიე კულტურის ცოდნა? კულტურის ცოდნა და არის ის ხე, რომელიც თქვი და სკილები არის ის ტოტები. სხვადასხვა.
და შესაბამისად თუ კულტურის ცოდნა არ გაქვს, ფესვები მოჭრილი, ტოტი ხარ რომ არა, არიან ადამიანები ჩვენთანაც და საზღვარგარეთაც კი, რომლებსაც რაღაც გამოსდით რაღაც დონეზე, მაგრამ არ აქვს. ანუ შენ მეკითხები მუსიკალური ჯობია იყო? ხო. ვიდრე კულტურა იცოდე, მაშინ მუსიკალური ჯობია რო იყო. ხო, შენ ესეთ. კი, ჯობია რომ მუსიკალური იყო. მეორე ჩელენჯის დრო არის. გამოუშვი. დაამთავრე ბარი. მე ვიტყვი ბარს. აუφ. და შენ უნდა თუ არსებობს სული და არ არის ღმერთი არ დააკლდება სიმართლეს არც ერთი წვეთი. ყოჩახ. ეგ არის. კი, უეჭველი. ეგ არის. მინდოდა შენ დამენახე მაშინ, ჰეი, შენ სინიორიტა. ვა. შეიძლება არ დაამთავრო ბარი და არტისტი. დავლებ. შავია? შავი პენსია? არა. არ მახსოვს. მაგრამ მეცნობა ძალიან. მეზაღი ჩემთან მოდი და დაარჩი. ჰეი, შენ სინიორიტა. ეგ ვინ არის? ძებნილი. ძებნილი. იმიტომ თქვი შავი პრინცი მახსოვს. ახლოს არის. არა, მახსოვს. ძებნილებს მოკითხვა და გამარჯვება. ჩვენი შავი პრინცის შურიკას სონა დავიწება იყოს. Rest in peace. კიდევ ერთი დაგვრჩა. გასალევი იყო ძმაო და იმიტომ ვერ გამოვიცანი ეს რა. კი ბატონო. აბა შემდეგი რა არის? რაც საინტერესო ჩელენჯები გაქვთ. რომელი ეგვიპტელები თქვენ ხართ? რომელი ეგვიპტელები თქვენ ხართ? არა, რომელი კონგოელები თქვენ ხართ? ჩამოასამორა და თქვენ ინტერნეტ კაფეს დაკეტავს. გას. ეგვიპტელები არ არის. ხო, ნუ იმას ეგვიპტელები აქვს უბრალოდ ტექსტში მე მგონი. ხო და ვისია ეგა? პელესი. მართლა? შენ გეუბნება. ბეთლში. მე მეუბნება? ხო. ხარათო, მე მეუბნებ. მოიცა, როგორია? რომელი ეგვიპტელები თქვენ ხართო? მაცადე, არა, შენ ამბობ ჯერ. ორიგინალს შენ ეუბნები სხვას. და იმან გადაგიკეთა. ხო. მე დრას ამბობს არ მახსოვს? მოახსენებთ მედინას და მექას, რომელი ეგვიპტელები თქვენ ხართ? ისოდე ჩამოვა ლევან ვასაძე და თქვენს იოგას დარბაზს დაკეთა. მართლა? არა, მაგარი ხო, შენი ორიგინალი შენი იყო. მაგრამ ისა პელეს რესპექტ მაგის თქმისთვის, იმიტომ რომ არ ვართ ჩვენ არც ეგვიპტელები და ნუ არც იოგას დარბაზი არ გვაქვს, მაგრამ ახატია იოგა. ჩვენში რა დარჩეს. მე შეგვიძლია ახლა მიკროფონი გამოვიძახოთ. აბა აჰა. Okay. ბევრი არის ამ თემის სექტები მდევარი, მაგრამ ერთი მედალი ამ თემის ერთი მხედარი. რატომ ხმაურდება მასა, როცა ფასადნული საღდება თემა და დაგულინები დაუდებარი. გაუხედნა უხედრებს ცოტა ადრე გაუღეს თვალი, იმიტომაც გახდა ეს საქმე გაუგებარი. რამაც არ მოხდა ამდენი საქმე გაუგებარი, ამდენი სადმე არის განამეთი ჩაუხედავი. ვერსი გამჯემ მაჩეტე კაფა ინსტრუმენტალი, გადაცულთა ხმანი მესმის ხედავ დაიძრემთანი. ვიღაცისთვის წარმატება კარგი რა უნდებარი, მაგრამ თუ ბიჭი ხარ მომავალ შენ დაუდე თავი. ვიღაც უკბილო მასხარას უნდა გაამკრას კბილი, თითქოს ამ საქმეში არ მახწვლილი. ველი ნადირობის სინგა და ჭარბაძილი, ხო იცი დასვენებისგან თითქოს ხარ და ღლილი. მე მობედი ვახურებ თემას ხვირავ უყომეტი, შენი თუ ვერ ხვდებია ნახე თერმომეტრი. ვის გინდა ბაჯობო და მანახე ოპონენტი, მისი თავარი ძალა არის ჩემი ერთ-ერთი კომპონენტი. ბრა კლაუ ბიტებს ხვდებიან ბოს ბიჭებს რა ეკნება კაბის ქვეშ, ჩემი ნუ სერცის თითქმის როგორც ბოლო კაპიკებს, ლიფტის ფოსას რობერ შეკრაბეგ და გაფიქრებს. მომოდა შური თუ ტანჯავს, თვითონ რობერი ხდენ ამ ჯვარს, გასურე სანამის დაგიცავს ხევლის ტარება ჭირდება აბჯარს. სულელებს ძალები აყვნით და ყოლაყლა მასას თიყრიან ჯავს, ყოველთვის იმ თემას ვაშუქებ, რომელიც პირველი დანახვით არ ჩანს. დაუგებარი კედლებიდან, პირდაპირ გამოზე ნახეს ფონზე მთავარ ანგელოზი ვერ ჩაუგეს ხმალი, ვით ბუცეფალი ჩეხვეშუცე ფიუნჯე ქარი და ქროლა მეხუნჯე ქარი დაუდე გარი, რამდენი მოყმე მოიკვეთა, მე ხელთა მეცანი
გაზულუკეს და დისესაც და ლუკეს კარი მითხრეს მე რავი რანი არიან რანი ვარვარებს ჟვის მონასტრული ოქროს ნაჭედი რვალი ანულირება ხდება ნეტართან ნაოხლარის ნახე აზმანი ისტორიანი შარავანდეთანი ეს კარია ჯერ ბევრისთვისა გაუღებარი ეგოისტურ მხოლობით ცოტა დაურთეთანი ალიგატორი ჩაკეტაღბა სეკატორი კბილებით გასხლას მენატონი ცოჩი არ მაგედონი ვეშაპს გავუღო ხაჭვრიანი ჩავუყო მკლავი გამოგვლიჯო ყველა MC-ჯები გაუჩე ქარი მე რომ ვაკეთებდი ადრე მითხეს არის სადრე ახლა არის გვიან შენ რომ ჩემი ადრინდელი სადე ხელში აყვანილი მიმიყვანეს გამოცდამდე მიწაზე დამანაცხეს ვიყავი მართალიცამდე ვინ ხარ J Cole to Kendrick აბარანაირად ჩემი კონკურენტი Youngi ცოცხალი ლეგენდა არის შენგან ლეგენდა ვერ შედგება მკვდარიც ლაგვიაო თქვენს თუ მითგანაპოხი ხმალი ცხენიანად გააპომეთ ხის ხიდიდან მხედარი გვერდზე გაუხედავი თვალი ვერ ამჩინო ძმას მას ჭირდება ლიზა ოდნავ მეტად გაუხეხავი მასე არ გვაქვს მაგია რესპექტინგ ვანი რესპექტში თუ არის ღვინის მაგი ერწყალი დატოვა კვალი აკობა ჩრალი მკვდარი მადანა ფალი ჩვენგან ანათალის ნაცვალი ფსევდო მართალი დაძაბეთ თავი მისი ტაძარი ხარი ათარანა და ბადადან რა გავეტარანი გალღვა მეტალი სადმე გადამეხარე მე უბნება ყველა ნაყარი და დანაფეთარი დავწერე რამდენი ბარი და ვიღაცა საქამდე მგონი ვარ ბარიგა შენ რომ მაგარი რამეები გონია ჩემთვის ექტემები რა ვიცი არის რა გოგომ თავისთან დამპატეჟა პირდაპირ ბარიდან იცის რომ ყველაზე ცოცხალი ბიჭი ვარ დილით გაიღვიძა მითხრა მკვდარი ვარ ყველას უნდა ძველი მაიკი რო დავაბრუნო შანსი მივცე კოცონზე რო დამწვან ჯორდანო ბრუნო სიახლეს არავინ ითხოვს სიახლეს არავინ ერის სიახლე რომ არ ყოფილიყავი იმ დროს ახლა არ გენდო მებოდი ძველიც გალაფეს ყანაცოდით მათ განაფეს ვყარი განახელკარი აკასკაკანი ჩვენი იავნანა ალი სტილი ძველი კაიძმა და რითმა კაეშანი ზმანი კალკანი ბანდანა MC-ია სამანიე MC-ია სამანი MC-ია სამანი მის MC-ია სამანიე დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩემი სტუმარი იყო MC ქურუმი, მე გახლავართ Young Mike-ი, თქვენ უყურებდით გადაცემას გაუგებარი. ფულობდან. წლების მანძილზე ვუშვებდი ამ შეცდომას. ქართულ და ინგლისურ ვიდეოებს ერთ არხზე ვტვირთავდი. შედეგად ალგორითმი აირია. ქართული არხის გამომწერებს ინგლისური ნაკლებად აინტერესებთ, ამის გამო ქართულ ვიდეოებსაც დააკლდა ნახვები. გადავწყვიტე დავიწყო ნოლიდან. შევქმნით ცალკე არხი, სადაც მხოლოდ ინგლისურ მასალას განვათავსებ. თუ გაინტერესებს ჩემი ინგლისური შემოქმედებაც, გამოიწერე Flashlight.